კობა დავითაშვილს ჯანდაცვის მინისტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო პარლამენტში პასუხს მოსთხოვენ. ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გააკეთა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ დავითაშვილს კოალიციას დაატოვებინებენ. დღევანდელი პრესკონფერენციის მთავარი თემა კი 19 აპრილის აქცია იყო. ელისო ჩაფიძემ პრეზიდენტის სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტექნიკის გამოყენებით ტელეკომპანია რუსთავიორის ეთერში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა აქციის გაშუქება, რაც პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი დარღვევა. ამის შესახებ დოკუმენტებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 19 აპრილის აქციაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. კონკრეტულად საქმე ეხება შემდეგს, რომ მოხდა აღნიშნული აქციის დროს გამოყენება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მის საკუთრებაში არსებული პტს-ის გადამცემის და ასევე რუსთავიორის გამოყენება მოხდა მაუწყებლობისათვის, რაც არის სახელმწიფო სახსრების, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკანონო ხარჯვა.